რაც ყველაზე კარგი არის თავისუფლება. ერთი ჩვენ მეგობარზე მოყვები, უფროს მეგობარზე. ძალიან კარგი კაცი არის და KP უყარს. KP უყარს, დროსტარება უყარს ყოველთვის და ისეთი სიტუაციაა, რომ წინა დღეს მაგრათი KP-ს, ხონა. მეორე დღეა დილა და მაცივართან მივიდა და ძმაკაცი უნეკავს, ძმაკაცი. პახმელიაზე. ხო, პახმელიაზეა და მოდი ოფისთანა ვარო, ამან უთხრა და ეს ძმაკაციც მოვიდა. ოფისთანა ვარო, მაცივართან. ის სიტუაცია არის, რომ სახში კაცო წუთი წამზე ძალი ფეხბურთი ვიყავს და ბიჭი მუშაობს, ცოლი მუშაობს და ეს მამამთილი და ძალი სახში არიან. მაცივართან არიან, იქვე პატარა მაგი დავხთ მაცივართან და ეს ძმაკაცი და ესენი არახს უბერავენ პახმელიაზე და ცოტა რომ დაითვრან უკვე იმაში, ძალი შემოვიდა, მამამ მშობიარობა მეწყებაო, სასწრაფოთო წამიყვანეთო. ვაიმე, შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე, რასამობ კაცო. მიდიო, ჩალაგდიო, გავდივართო. ესენი უკვე მაგარი დამაძღლები. ხო, ესენი უკვე სვავენაც კარგად არიან და უცებ წავედით ეს სიძახის, წავედით, გოგო უკვე მზად იქნებაო. გამოვიდნენ, ჩახტნენ მანქანაში და მიდიან, მიაფრენენ ამ მანქანას. მიაფრენენ, არ ვიცი რა, რავი, თუ რამე სიჩქარია, ყველაფერს აწევინებენ და ეს სანამ გურჯანში ყვალ ჩუმლაყია სოფელი, ეცოდინება და ლიანდაგი არ გადადის, პერიოზდი ეგრეთ წოდებული და ამ პერიოდზე ეს აიფრინეს ამ მანქანა და დაეცა ეს მანქანა ეს და ნელა ბიჭო გოგო სარაფერი მოვიდეს და უკან გაწიეს თავი, სად არის გოგო, სახში დარჩათ. სახში დარჩათ, მართალი ამბავია. მოტრიადდნენ და ამ გოგოს მამა შეხვდა მანქანით გზად. აი ეკანა დაურეკი ამ გოგოს მაინდა მამქანის სადღაც გაიქცნენ. სადღაც გაიქცნენ. ხერახათო.